დარიალის ხეობაში სტიქის გამომწვევი მიზეზი მყინვარის ინტენსიური მოძრაობაა, განცხადებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სტიქის გამომწვევ მიზეზად ექსპერტები გარე ფაქტორებს არ მიიჩნევენ. სპეციალისტების შეფასებით აღნიშნული ტრაგედია 5047 მეტრის სიმაღლის მწვერვალის მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდარაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია. ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მიწის უზარმაზარი მასა ჩამოიშალა, რასაც მდინარე თერგისა და სამხედრო გზის ჩაკეტვა მოყვა, ნათქვამია განცხადებაში. მყინვარის ფენების მოძრაობის შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 2002 და 2007 წლებშიც. რაც შეეხება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობასა და აღნიშნულ კატასტროფასთან მის კავშირს, სამინისტრო სპეციალისტებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ეს ორი ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებული ზონებია. ჰესის მშენებლობის ადგილი 4 კილომეტრით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას კავშირი არ აქვს კატასტროფასთან. ასეთია ელგუჯა ხორკეშვილის უწყების პოზიცია.